მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. დღეს ჩვენ მიმოვიხილავთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და გუშინ ალბათ ნახეთ რამხელა ზეწოლის შესახებ გაკეთდა განცხადება კაია კალასის მხრიდან, როდესაც უკვე მიგვანიშნეს, რომ შეიძლება უვიზო მიმოსვლა შეგიჩერდეთო, ასევე იყო იქ მოსამართლეების დასანქცირებაზე, მეგობრებო და ამიტომაც არის, რომ საქართველოში სამართლიანობის კუთხით პრობლემები გვაქვს ჩვენ და რიგ შემთხვევებში მოსამართლეები გარკვეული შიშის ქვეშ იღებენ გადაწყვეტილებებს. ეს განსაკუთრებით ეხება ასევე პოლიტიკურ საქმეებსაც და ქალთა მიმართ ძალადობრივ საქმეებსაც, იმიტომ რომ ბაია პატარაია ითვლება იმ ფემი ხომ არის ეს ჩვენთვის მართსაჯულების სიმბოლო ფემიდა, რომელიც უჭირავს სასწორი და ამათვის არის ბაია პატარაია განასახიერებს ამას, რომ სასწორი უჭირავს, თვალები მაგას ახელი ისედაც კაიხანია აქვს და ესე იგი ბაია პატარაია შიშით, რომ მე ამან გარკვეული დანოსები არ გააკეთოს, კაცებით აივსო ციხე. ეხლა ჩემი თვალით რო არ მენახა, არც ვიტყოდი, გენერალურ პროკურატურაში სტრატეგიას განსაზღვრავს ქალი. ეხლა შეიცვალა ეხლა, მაგრამ იჯდა იქ და მითითებებს იძლეოდა. ევროკავშირის მიერ მიღებული გრანტების შედეგად ეს ადამიანი უტარებს ლექციებს ადვოკატებს, უტარებდა უпростоრეთ. მე მადლობის მეტი რამე თქვის ბატონი დავით ასათიანის მიმართ, რომელმაც გარკვეული ცვლილებები განახორციელა და რეალურად ადვოკატთა ასოციაცია ნამდვილად ასუხობს ყველა იმ მოთხოვნებს, რაც არის და საჭირო იმისათვის, რომ ადვოკატმა მიიღოს მართლაც ყველაფერი ასოციაციის მხრიდან, მაგრამ რეალურად ეს ქალბატონი არის შანტაჟიორი და დელეგირებული აქვს უფლება, რომ ამ მიმართულებით საქმეებზე გადაწყვეტილებების გარკვეული რევიზია განახორციელოს. და დღეს სასამართლო სისტემა არის დიდი წნეხის ქვეშ. ეხლა მოსამართლეებს ეუბნებიან, შენ რომ გამოიტანე გადაწყვეტილება, არ მოგცემთ ჩვენ ვიზებს, დაგასანქცირებთ. და მერე ჩვენ გვიკვირს, რომ რატო არის რაღაცა პრობლემები ამ მიმართულებით. ეხლა ნიკა გვარამია საქმე ვინც განიხილა იმ მოსამართლემ. შემდგომში ხო დავინახეთ, რომ ამერიკის ვიზა არ მისცეს და იქ ტრეინინგებში არ მიაღებინეს მონაწილეობა. დღეს ქვეყანა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. პოლიციელებს ასანქცირებენ, იმიტომ რომ თავის მოვალეობას რეალურად ფუნქციას რაც აქვთ ახორციელებენ. მოსამართლეებს ასანქცირებენ, იმიტომ რომ ესე იგი რატო გამოგაქვთ ეს გადაწყვეტილებებიო? ხელისუფლებას ასანქცირებენ, იმიტომ რომ არ მოსწონთ რაც პოლიტიკა ტარდება და აი ამ ფონზე არის ჩამოშლა ყველაფრის. აი ეს ლოზუნგი რო აქვს, ეხლა ეგ ლოზუნგი, ცუდი ლოზუნგი არ არის, არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. ეგ მაგათმა კი არ მოიგონეს, ეგ ლოზუნგი დიდი ხანია არის. როგორ შეიძლება მშვიდობა იყოს, როდესაც არ იქნება სამართალი და ამერიკას და დასავლეთს უნდა რომ არ იყოს სამართალი ამ ქვეყანაში და ამიტომაც მოსამართლე შიშის ქვეშ გადის გადაწყვეტილების გამოსატანად, რომ მე მას პრობლემები არ შეექმნას. იმიტომ რომ ხვალ შეიძლება ხელისუფლება შეიცვალოს და მოვიდნენ ეს გიჟები. ან რა თუნდა ეხლა ზოგს უნდა ევროპაში წასვლა, ზოგს უნდა რაღაცა ევროპა მარტო ის არ არის შოპინგი, ევროპა არის სამედიცინო ასევე თემა ჩვენ ევროპაზე რომ ვლაპარაკობ, ყველაფერი ის კი არ არის რომ გადაუსვათ ხაზი, კაცო, რაც კარგია წამოვიღოთ, იმას ვლაპარაკობთ. და ამიტომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ ჩვენ ჩავარდნილები აი ესეთ როდესაც თემებზე ვსაუბრობთ. ეხლა ზოგი გამოვა ქართველი პოლიტიკოსი იტყვის რომ აი ეს არაფერს არ ვიძახით, რომ არაფერს არ ნიშნავთ, რომ გზად უნდა შევხვდეთ აი ამ ზეწოლას. დღეს ჩვენ აი ამ თემებზე გვექნება საუბარი ჩვენ სტუმრებთან ერთად, ბატონი ლექსო ყობაიძე, სამართლის ექსპერტი, ადვოკატი, ბატონი დიტო ჩუბინიძე, პუბლიცისტი, ისტორიკოსი და მე ერთი რამე მინდა თქვა, სანამ სტუმრებთან გავაგზავნებდე საუბარს. ხშირად მომდის შეტყობინებები სოციალურ ქსელებზე ვაკვირდები, რომ აი ხშირად თქვენ ერთი და იგივე სტუმრები გყავთ და ცოტა არ იყოს აი ეს რაღაცა პრობლემას წარმოშობს. ხალხო, ეს არის რეალობა. თქვენ მე გაყურებინებთ იმ სარკეს, რომელ სარკეშიც ჩანს საქართველო. დღეს ის პროფესორ მეცნიერები
ის აღმატებული ხალხი, რომლებსაც სიტყვა ეთქმის, ყველა არის ჩირგვებში შემძვრალი. იმიტომ რომ ზოგს ეშინია ბულინგის, რომ მე რაღაცა მონათლავენ რაღაცად. ზოგს არ აქვს იმდენი განათლება, რომ რაღაცა გამოიყვანო და ტელევიზორში ტრიბუნა დაუთმო. ხელისუფლება ბოიკოტირებულ რეჟიმშია, მარტო ამ იმედზე და სამთავრობო მედიაზე დადის. დღეს გადახედეთ, აი კერძო ტელევიზიები რო არის, მაგალითად, აი ჩვენს გავსად მაუწყებლე 2-3 კაცი ტრიალებს იქაც, ჩვენთანაც რამდენიმე ადამიანი და ეს არის რეალობა. და მალე იცით რომ ესე თუ გაგზერდა თქვენ ქართულ გადაცემებსაც რო ვერ ნახავთ? ეხლა პირადად მე ამას აი ამ გადაცემებს ვაკეთებ ენთუზიაზმით. არავინ ჩვენ არ გვეხმარება, პირიქით ზეწოლის ქვეშა ვართ და ერთ ჩვენიერ დღეს მეც მომბეზდება უკვე ამ საქმის კეთება, იმიტომ რომ ხარდაჭერას ვერანაირად ვერ აღვწნობ. არის მარტო დაწოლა. და ეხლა ადამიანი ის კი არ არის, რა ქვია, ბოდიში რაღაცა ესე ქარის წისქვილებს ვებძოლოთ უსასრულოდ. ხო და ამიტომ აი ეს რაც არის ხალხი რასაც ხედავს, ეს არის დღეს რეალური სიტუაცია, რაც გვაქვს, იმას უყურებთ თქვენ ტელევიზორში. მე ვერ შევქმნი, ხა ვერ დავარტყამ ჯოხს და აქ ვერ შევქმნი ისეთ ადამიანს, რომელიც აი თქვენ რო დაგაკმაყოფილებთ. ყოველ გადაცემაზე ვიმტრევ იმას, რა ქვია, გარკვეულწილად, აი თავს რო ვინ მოვიწვიო გადაცემაში. ხშირად თქვენც არ მოგწოთ, აი რო არ მოგწოთ პოზიცია რომელიმე ადამიანის, აუ ეს რატომ მოიწვიე, ის რატომ მოიწვიე? იმიტომ რომ აი ეს არის რეალობა ხალხო. განსაკუთრებით ქართულ-რუსულ ურთიერთობების თემატიკაში არის პრობლემა, იმიტომ რომ ამ თემაზე საუბარი არავის არ სურს. და თუ სურს კიდევ ზოგიერთი ვერ გამოიყვან ტელევიზორში, იმიტომ რომ მათი ეხა ერთია რომ ადამიანი არის იმ იდეის მატარებელი, მაგრამ ის არ არის ყურებადი და ტელევიზია და გადაცემა არის შოუ. არის ეს არ არის რა ლექციის ჩასატარებლად არავის არ ვიწევ და ეს იმიტომ კეთდება ეს გადაცემა რომ იყოს ყურებადი. ადამიანს ჰქონდეს მეტყველების უნარი კარგი, შეეძლოს კარგად გადმოსცეს თავისი აზრი, განათლება ჰქონდეს. და ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ იცით რა არის ამ კითხვებს რო სვამთ ასუხიც ეს არის რომ რეალობას გაჩვენებთ მე. ხელისუფლება როგორც გითხარით არ მოდის, მათ ურჩევნიათ რომ იქ კაბინეტებში ისდნენ და მე სამთავრობო მედიას ელაპარაკონ და ეხა ჩვენ ეხა ძალით ვერავის ვერ შეუვარდებით რა. ერთმა რამდენის უთქვია ჩემთვის რომ უდიდეს პატივს აქცემთ, ძალიან გსურს, მაგრამ ნუ აი ესეთი ის არის და მარტო ჩვენთან კი არა, სხვებთანაც არ მიდიან, აი რომლებიც არიან დამოუკიდებელი მედია საშუალებებზე მაქვს საუბარი. მარტო მედია სამთავრობო, ეხა რუსთავი 2-იც არ არის მაგალითად სახელმწიფო და იმედი, მაგრამ ნუ სამთავრობო მედია ყველამ კარგად ვიცით. ეხა როგორ რაც არ უნდა ამტკიცოს იმედმა რომ მე დამოუკიდებელი მედია ვარო, ისე არის მაგი დამოუკიდებელი მედია, როგორც მე ვარ ჩინეთის იმპერატორი ახლა რა. და აქ აი ეს არის რეალობა. მოდი აი სამართლის თემით დავიწყეთ, ბატონო ლექსო. რამდენად აი წნეხის ქვეშ არის დღეს ჩვენი სასამართლო, როდესაც აი ესეთი განცხადებები კეთდება, რომ დავასანქცირებთ მოსამართლეებს. აი არ მივცევთ უფლებას მათ წასვლის უცხოეთში. ეს როგორ არაისახება ახლა მათ გადაწყვეტილებებზე? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს დამაყურებელ საზოგადოებას. უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი სასამართლო მართლაც რომ ძალიან დიდი წნეხის ქვეშ არის, როგორც საგარეო მიმართულებით, ასევე საშინაო მიმართულებით. თუმცა იმ ადამიანებს, რომლებიც თითქოს და გაიძახიან, რომ ევროპულ ღირებულებებს, ევროპულ ფასეულობებს იცავენ, მათ ავიწყდებათ ერთ მნიშვნელოვანი რამ, რომ ზოგადად სასამართლო ინსტიტუტი არის ცალკე დამოუკიდებელი შტო, ანუ დამოუკიდებელი ორგანოა სახელმწიფოს ინსტიტუტი, რომელიც აბსოლუტურად თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს. აი ეს ავიწყდებათ. და ყველანაირად ცდილობენ რომ ჩაერონ შიგნით. ყველანაირად ცდილობენ რომ დისკრედიტაცია მოახდინონ კონკრეტული მოსამართლეების, მეგულისხმობ მედია საშუალებების მეშვეობით, რომ როდესაც მთელი რიგი ანტიპიარს აგორებენ ხოლმე. ყველანაირად ცდილობენ რომ როგორმე შებღალონ კონკრეტული სამართლიანი გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენი მოსამართლეები იღებენ ხოლმე. ასევე ყველანაირად ცდილობს ამერიკის შეერთებული შტატები რომ დაასანქციონოს ისეთი მოსამართლეები და მაგალითად არ გაუშვას ტრენინგებზე და სასწავლო პროგრამებში არ ჩართოს ისეთი მოსამართლეები, რომლებსაც კოლოსალური გამოცდილება აქვს სამოსამართლო. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ ზუსტადად რომ ჩარევა მართსაჯულებაში. ეს არ არის დემოკრატიული პრინციპები.
არ დაიჯეროთ ხალხო, რომ ეს რაიმე ფორმით არის დემოკრატიული პრინციპები. ეს არის დიქტატურული, ტირანიული მიდგომები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ახალი ისტორიის განმავლობაში ძალიან ძირეულად იყო. მაგალითად, ძალიან ძირეულად იყო ის, რომ კონკრეტულ ამ შემთხვევაში სასამართლო სისტემას აკონტროლებდა დასავლური გავლენები აკონტროლებდნენ. მაგალითად, აკონტროლებდნენ ამერიკის საელჩო აკონტროლებდა, აკონტროლებდნენ ეგრეთ წოდებული არასამთავრობოები აკონტროლებდნენ, რომლებიც დასავლეთის მხრიდან ფინანსდებოდნენ. და ეს დღესდღეობით რო აღარ არის, ამას ვეღარ იტანს ამერიკის შეერთებული შტატები, ეს არის ფაქტი. და ამაზე ჩვენ ღიად უნდა ვისაუბროთ. თუ ჩვენ ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ესე სააშკაროზე არ გამოვიტანთ, ჩვენ ვერაზოს ვერ ვიქნებით დამოუკიდებელი. დამოუკიდებელი როგორც შემდგარი სუვერენული სახელმწიფო. ბარემ რახან ესეთ საკითხებზე საუბრობთ, მე კონკრეტულ მაგალითს მოგიყვანთ ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე, ესწრებოდა ამერიკის კონსული მთელი 9 თვის განმავლობაში, როდესაც იყო დახურული სხდომები ბატონო ნიკოლოზ. ეს ნიშნავს იმას, რომ დახურული სხდომა რომ არავინ არ უნდა დაესწროს. და მე როდესაც ვკითხე მოსამართლეს, ღიად ვკითხე, რომ აი მეთქი რატო ესწრება ამერიკის კონსული აღნიშნულ პროცესს, მან განმიცხადა, რომ მეტი გზა არ ქონდა და სხვა გზა რახან არ ქონდა, ამიტომ პირადად ესე ვთქვათ, ბოდიში მომიხადა და ნუ მეტი გზა რახან არ მაქვს, უნდა დაესწროს. აი თქვენ წარმოგიდგენიათ, აი ამ რეალობაში ვიყავით. და აი ამ კლანჭებისგან, აი ამ მარწუხებისგან ჩვენი მართლმსაჯულება გათავისუფლდა. ეხლა 1000 შეგნებულად აკეთებ, რა კლანი, რას ნიშნავს კლანი? კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ მართლმსაჯულება თვითონ ფუნქციონირებს. ეს არის სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. თუ ჩვენ არ გვექნება დამოუკიდებელი სასამართლო, როგორც დღეს არის, და ვერასდროს ვერ იქნება ისეთი ესე ვთქვათ, სხვადასხვა სექტორებში განვითარება, როგორც არის ეკონომიკური და სხვადასხვა მიმართულებები, ვერასდროს ვერ იქნება განვითარებული. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხა რაღაც კონკრეტული გადაწყვეტილება არ მოგწონს, ხო, მაგალითად არ მოწონს ის გადაწყვეტილება, რომ ნიკა გვარამია გაასამართლეს, იმიტომ რომ პირადი ქონება რუსთავიორიდან მიითვისა, ხო? ეს არ მოეწონა კონკრეტულ იმ დროინდელ ერჩს ამერიკის შეერთებული შტატების და მიიღო ის გადაწყვეტილება, რომ ამ მოსამართლის ისე ვთქვათ, კონკრეტული მოსამართლე დაასანქცირა. და ნუ ეს უნდა, კაი, გადაწყვეტილება თუ არ მოეწონა, მაშინ ჩვენ უნდა მოვიწონოთ ეს აქციელი? ეს სუვერენულ და პარტნიორულ შორის ურთიერთობის ამსახველია, ეს მაგალითია ეს ყოველივე, რა თქმა უნდა არა. კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ მოსამართლეები აბსოლუტურად ჩვენ კიდევ ერთხელ მეტად გაიგო საზოგადოება ბატონო ნიკოლოზ. ჩვენ ქალი მოსამართლეს რო ზის, ვეძახით ბატონ მოსამართლეს. რატომ ვეძახით ამ ბატონ მოსამართლეს? ესეთი ადაპტირებული წესია ჩვენთან იურისტებში და მთელ ცივილურ ქვეყანაში, იმიტომ რომ მოსამართლეს სქესი არ აქვს და ესე ასოცირდება, რომ მოსამართლე არის ყოველთვის ზე, რომელსაც არ შეგვიძლია ჩვენ რომ იქ ვიკამათოთ, რომ მაგალითად ქალბატონოთი უნდა მიმართოთ, ბატონობით უნდა მიმართოთ, ან სხვა ფორმით უნდა მიმართოთ. იმიტომ სწორედაც რომ მოსამართლის ფუნქცია არის, რომ მან უნდა იზრუნოს ერთადერთ საკითხზე, რომ ადამიანს ჰქონდეს სამართლიანობის განცდა. და დღევანდელი სასამართლოები დავანებოთ ყველაფერს თავი. ხო, სტატისტიკა რო ავიღოთ, არის გამამართლებელი განაჩენები, არის აღკვეც ღონისძიების ესე ვთქვათ, დატოვების გარეშე კონკრეტული საკითხები, როდესაც რჩებიან ძირითადად სისხლის მიმართულებით საუბრობ. ერთადერთი სასამართლოში ეს არის სამოქალაქო საქმეები, რომლებიც მთელი რიგი წლობით იწელება ხოლმე და აქაც მთელი რიგი რეფორმები მიმდინარეობს, რომ ეს ვადები შეიკვეცოს და ამ მიმართულებითაც ძალიან კარგად მუშაობს დღევანდელი სასამართლო. ამიტომ ნელ-ნელა ყველაფერი ლაგდება, თავარია რომ არ ჩვენს ესე ვთქვათ ტრებს არ მიეცეთ იმის შესაძლებლობა, რომ შიგ ჩაერივნოთ. ყველანაირად ცდილობდნენ, კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ შიგნიდან, გარედან, მაგალითად ჩვენ მოგვეხსენებათ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, როდესაც ანადოლიძე იყო საბჭოს წევრი პრეზიდენტად დანიშნული, თუ რებს აკეთებდა ეს ქალბატონი, ხო? მოკლედ ძალიან პიროვნული იერიშები მიქონდა კონკრეტული მოსამართლეების მიმართ და აი ესეთი მსგავსი ტიპის ოდიოზური ფიგურები ხშირად ცდილობდნენ, რომ შევღალონ მოსამართლის მანტია.
მაგრამ ძალიან კარგია რომ დღევანდელმა ჩვენმა სასამართლომ და მოსამართლეებმა ისწავლეს ის აღარ ესე ვთქვათ აღარ იყვნენ პოლიტიკური გავლენების ქვეშ და იყვნენ მართლაც დამოუკიდებელი. კი ბატონო, მაგრამ იცით რა არის, ხა რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ დამოუკიდებელია სასამართლო, როცა მოსამართლეს აშანტაჟებს დასავლეთი, ვერ იქნება დამოუკიდებელი, იმიტომ რომ ყველა ადამიანს რაღაც გარკვეული აქვს ადამიანური შეგრძნებები, ზოგს ახლა მაგალითად ოჯახის წევრი ყავს საკურნალო, თვითონ არის რაღაცას წასასვლელი უცხოეთში და როცა ეუბნები შენ რომ მე შენ დაგასანქცირებ არ მოგცემ ვიზას, თუ კი შენ გადაწყვეტილებას გამოიტან, ეს არ არის დამოუკიდებლობა უკვე. ბევრი ვერ გაუძლებს ამას და მე ვარ ამის მომსწრე, ბევრი მოსამართლის მიერ გადაწყვეტილება კრიტიკას ვერ უძლებს. ეხლა ჩვენ რომ ლაპარაკობთ, შედარებითია ყველაფერი. სააკაშვილის პერიოდთან შედარებით კი რა თქმა უნდა შეიცვალა სიტუაცია, მაგრამ არც ისე. როგორც საჭიროა, განსაკუთრებით ამ ქალთა მიმართ ძალადობებს, კლავაც კაცების ზია ციხეში ტყუილ უბრალოდ და ეს არის გენოციდი ერის. ქართველ კაცს ციხეში უშვებთ და აგერ პაკისტანელებს და ინდუსებს და ირანელებს ვიღებთ. მე შეურაცხყოფებია და ეს არის ერის გენოციდი, მე ვფიქრობ. არ ვიცი, აი ამას უნდა რაღაცნაირად ვებრძოლოთ ჩვენ ამ ყველაფერს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ვირფასო ტელემაყურებლებო, დიდი პატივისცემით. პრობლემა არის ეს არის დილემა, ეს არ არის პრობლემა, ეს არის დილემა, რომელიც დგას ქართული სახელმწიფოს წინაშე და ეს არ არის ის დილემა, რომელიც ჩვენს თვალსაჩინზე ახლახან გამოჩნდა. მე მინდა გაგახსენოთ ბატონებო თქვენ 1918 წლის სომხეთ-საქართველოს ომი. მაშინ საქართველოს ქართული სახელმწიფოს მტრებმა ძეგვის ხიდი ააკეთეს. ეს არის 1918 წლის დეკემბერი, როდესაც დაშნაკური სომხეთის არმია შემოესია საქართველოს. და ნუ ქართველებმა მოიგერიეს ეს შეტევა და შემდეგ გვიან გამოვერკვიეთ, ჩვენ გვიან გავიღვიძეთ, როგორც გვჩვევია ქართველებს, მაგრამ კარგად გავიღვიძეთ და ძალიან სერიოზული შეტევები განმავითარეთ გენერალმა მაზნიაშვილმა, გენერალმა კონიაშვილმა, სხვა შესანიშნავმა ქართველმა გენერლებმა, იმ სამხედრო ელიტამ, რომელიც ჩვენ ყავდა მაშინ მართლაც თითით საჩვენებელი სამხედრო ელიტა და ძალიან მაღალი დონის პროფესიული სამხედრო ელიტა, დღევანდელი ქართული ჯარი სამწუხაროდ ვერ დაიკვეხნის მსგავსი ელიტით არსებობით და ჩვენ შემდეგ სამხედრო მოქმედებებით საკუთრივ სომხეთის ტერიტორიაზე გადავიტანეთ და რომ არა ინგლისის სამხედრო მისიის ჩარევა და ასევე საფრანგეთის ჩარევა იმ ომის ბედი სომხეთისთვის კატასტროფულად დასრულდებოდა, მაგრამ მე ამ შემთხვევაში ამაზე აღარ ვისაუბრებ, ეხლა როგორ განვითარდა იქ სიტუაციები და რა მოხდა და როგორ მოხდა. მთავარი არის იქ, რომ ძეგვის ხიდი აგვიფეთქეს ჩვენ მაშინ. ძეგვის ხიდი აგვიფეთქეს, რომ დასავლეთ საქართველოსდან მატარებლები, სახალხო გვარდიის და მოხალისეთა ნაწილები არ შემოსულიყვნენ. და მოხდა ასეთი რაღაცა, რომ დაიჭირეს ქართველმა სამართალდამცავებმა ამ ფეთქებლები, თუ არ ვცდები, ერთ-ერთი გვარად იყო ზელენსკი. კი. მაკიდან მოდის ო, ზელენსკი იყო. რომ დაიჭირეს ამ ფეთქებლები, ინგლისის სამხედრო მისია პირდაპირ ჩაერია და სამხედრო დამნაშავეები საქართველოს მტრები ნოე ჟორდანიას მთავრობას გაათავისუფლებია სასამართლო დარბაზიდან. რატომ? ორივე აღმოჩნდა ინგლისის სამხედრო დაზვერვის აგენტი. ესე ფაქტობრივად ისტორია მეორდება როგორც პირველად როგორც ფარსი და მეორედ როგორც ტრაგედია. აი ზუსტად აი ამ სიტუაციის განმეორებასთან გვაქვს ჩვენ საქმე, ახლა ძვირფასო მეგობრებო, რომ ესე იგი დასავლეთის ეს წრეები, პოლიტიკური წრეები, შემიძლია ვთქვა ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე სექტანტური წრეები, ერევიან საქართველოს საშინაო საქმეებში და მათ შორის ქართული მართლმსაჯულების საქმეებში. ესე იგი, საუბრობენ რაღაც გაუგონარი ფრაზებით. საუბრობენ ეგრეთ წოდებულ დემოკრატიულ უკუსვლაზე. რომელ დემოკრატიულ უკუსვლაზეა ლაპარაკი? როდის იყო საქართველოში დემოკრატიის წინსვლა? სააკაშვილის დროს? პატიმრებს რო აუპატიურებდნენ და აწამებდნენ ციხეებში და ადეიშვილი რო იყო გენერალური პროკურორი და ვანო მერაბიშვილი რო იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. და მეგის ქარდავა რო დარბოდა და ეს რა ქვია, ეს კოდუები რო დათარეშობდნენ საქართველოში. და ბადრი ბასიშვილის ბანდები რო იკლებდნენ
ისა რა ქვია დევნილების დასახლებებს მაშინ იყო დემოკრატიული წინსვლა საქართველოში ასე რომ ეს არის პირდაპირ ჩარევა ეს არის პირდაპირ შანტაჟი ეს არის ბინძური ხელების ფათური საქართველოს სახელმწიფო საშინაო საქმეებში და აქ უკვე ჩვენ ჩემო ძვირფასო ქართველებო აქ უკვე ხელისუფლებაზე და ქართულ ოცნებაზე და ვინ ვის უყვარს და ვინ ვის ეთაყვანება აქ ამაზე აღარაა ლაპარაკი აქ უკვე ჩვენს ღირსებაზე და ჩვენ სამშობლოზეა ლაპარაკი ესე იგი ამერიკის ელჩი იქნება ეს ბრიტანეთის ელჩი იქნება საფრანგეთის ელჩი იქნება ეს დალალ დაწნული კალბატონი თუ ვინც იქნება ვისაც რა მოეპრიანება აი ესე იგი შემოიღეს ფაქტობრივად ხოშის კანონი ესე იგი არ არსებობს კონსტიტუცია ქვეყანაში არ არსებობს კანონმდებლობა ესე იგი ვიღაც ქალ შეუძლია პოლიციის მაღალჩინოსანს ღირსეული ოჯახის შვილს ბატონ ირაკლი დგებუაძეს მიაყენოს შეურაცხყოფა თურმე ეს ყოფილა ესე იგი პოლიტიკური პატიმარი თურმე კანონმდებლობა არა ამ თავარია არსებობს ხოშის კანონი ესე იგი უნდა ამერიკის ელჩს ეს წიწილპარია ლეკვივით რო იხედებოდა ის ქალი რობინ დანიგანი ნაცემი ლეკვივით და ეს ქალი რო არის კიდე რა გვარი არის ეს არაბია მე მგონია ეგ ახლა ისეთი ფრანგი არის როგორც მე ვარ ახლა სიძინპინის მე როგორც მე ვარ ახლა სიძინპინის დეიდაშვილი ისე არის ეგ ეროვნებით ფრანგი კაცო რა ფრანგი ის ად არის ფრანგი აღარ არსებობს ფრანგი შეხედეთ საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს რომელია ფრანგი მითხარით ერთი უკანასკნელი ბასტიონი მე მგონი ჩვენ ვჩებით როგორც ევროპული ცივილიზაციის ნაწილი კი არა აკვანი და თუ ვინმეს კარგად აინტერესებს საიდან იწყება ევროპა კარგად წაიკითხოს ისა მითი არგონავტების შესახებ და აფსირტე ვინ იყო და მედია ვინ იყო და კრეტის მეფე მინოსი ვინ იყო და ვინ იყო მისი ცოლი და ასე შემდეგ აი შემდეგ აღარ შევალ ახლა ამ იმაში რა ქვია დეტალებში თუ ვინმეს უნდა ეს გაიგოს ძალიან ბევრს რო ლაქლაქებს მაპატიეთ ამ გამოთქმაზე ეს წაკითხული უნდა კონდეს და კარგად გაიაზროს რომ საიდან იწყება ევროპული ცივილიზაცია გეთახმებით ხო და ასე რომ აქ არის ღირსებაზიას აქ არის ერის ღირსებაზია აი ხა მე ბატონო დიტო აქ ჩვენ საქართველოს აყენებენ შეურაცხყოფას გეუბნებიან რომ შენ სახელმწიფო არ ახარო რა შენ არ ახარ სახელმწიფო შენ ახარ კოლონია და ვიღაც ეხლაში ფრანგი გამოდის და გეუბნება რომ შენ უნდა იყო ჩემი მონა მე რასაც გეტყვი შენ ისე უნდა გააკეთო მე ვარ რობინ დანიგანი აგერ რომელსაც აგერ ახლა მაგის სახელმწიფოს ხნის მართლა კაკლის ხე მაქვს იმაში ჩემს სოფელში ეზოში და არა ბატონო ეგ არ მაინტერესებს მე ასე ვთვლი მე მიმაჩნია რომ ეს არის პოლიტიკური პატიმარი და უნდა გამოუშვათ გარეთ და ესეთი რაღაცეები და ეს ღირსების ამბავია და მე ვფიქრობ რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ჯერ პირველ რიგში ჩვენი თავის ღირსება უნდა დავიცვათ და მე ჩვენი ქვეყნის ღირსება უნდა დავიცვათ თორემ მაშინ ეს ქვეყანა ვერ შედგება სახელმწიფო გასაგებია გეთახმები და აი აქ არის თქვენ რო ამბობდით როდის იყო დემოკრატია სააკაშვილის პერიოდშიო და მე მახსოვს აი კადრები ძალიან ბევრს ნიშნავს და კადრები არ იწვის 2012 წელს ჩავატარე პრესკონფერენცია სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში მაშინ ამ პრესკონფერენციას ესწრებოდა დღევანდელი პარლამენტის დეპუტატები ქართული ოცნებიდან ისე რამდენად ბედის ინორია ყველაფერი ამიდან არ განვარცობ და აი მაშინ მართლა ეს უფლებები ილახებოდა და მაშინ არც საფრანგეთის ელჩი არც ამერიკის ელჩი ამაზე არც რეაგირებას ახდენდა და არც სიტყვა ზრავდა საერთოდ ათანადო რეაგირება მოხდეს უკვე გავრცელდა შესაბამისი განცხადება სადაც ავტორები წერენ რომ ბეშუმობისა და დიდგორობის შემდეგ ხელისუფლებამ პარტიულ დღესასწაულად ამჯერად ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაული გადააქცია უფლებადამცველთა გაერთიანების ხელმძღვანელი განმარტავს რომ საჯარო მოხელეებმა კურორტზე გასხოვებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირები საერთოდ არ შეუშვეს ნიკოლოზ მჟავანაძის განმარტებით ადგილზე მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმიც რომელმაც კურორტზე შესვლა ჟურნალისტებსაც აუკრძალა მჟავანაძე ასახელებს კონკრეტულ საჯარო მოხელეებს გურიის გუბერნატორის მოადგილესა და ჩოხატაურის გამგეობის მაღალჩინოსნებს, რომლებმაც ადგილობრივებს მმართველი პარტიის საარჩევნო მაისურები და ქუდები დაურიგეს. უფლებადამცველთა გაერთიანების ხელმძღვანელი კანონის დარღვევასა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე საუბრობს და მის მიერ დასახელებული პირების დაშლას მოითხოვს. ახლა მარიამობა მოდის და ალბათ ეკლესიაში არ დაუშვებენ განსხვავებული პოლიტიკური წამსის ადამიანებს ეს არის ყველა წარმოუდგენელი ფაქტი მაგრამ ყველაზე წარმოუდგენელი გახლავთ ის რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ პოლიციელები არ იგებდნენ მაისურებს
დიახ, მეგობრებო, აი ესეთი დარღვევები, როდესაც იყო მაშინ არჩევნების წინ, ამაზე რეაგირებას არავინ არ ახდენდა. ეს საერთოდ არ აინტერესებდათ მაშინ ეს ამაგრად გაუჩოჩები ხართ ბატონო ნიკოლოზ გვერდზე? არ გიდეხა. ესე იგი, ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ აი ეს არის ყველაზე კანათელი დასტური იმისა, რომ სად იყო საფრანგეთის ელჩი, სად იყო ამერიკის ელჩი. გახსოვთ ალბათ თქვენც დამეთანხმებით ბატონო ლექსო, ქართულ ბანკს რო გარკვეული ტერორი მოუწყვეს ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდგომ. როცა ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა უამრავ პროექტს, ხსნიდა უამრავ ნაგებობას, როდესაც ეხმარებოდა პოლიციას ჯარს, მაშინ კარგი იყო. და როგორც კი შემოვიდა პოლიტიკაში, ქართულ ბანკზე დაიწყო ტერორი. და მაშინდელი ქართულ ბანკის წარმომადგენლები იყვნენ მთელი მთავრობა და სხვათა შორის ეხა ისე გამომდის რომ რაღაცნაირად ჩემი თავის რეკლამირებას ვახდენ, მაგრამ მე ვიყავი სწორედ ერთ-ერთი თუ არა ერთადერთი მაშინ, მაგრამ იყო ხალხი მარტო მე არ ვიყავი, რომლებიც აი ქართულ ბანკის მიმართ გახორციელებულ აი ამ ნაღვირახსნილ კამპანიას ვაპროტესტებდი და აი სად იყავით მაშინ აი ეს ელჩები, სად იყო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ვინმეს პირიქით ამართლებდნენ სააკაშვილის რეჟიმს, რომ აი კვერს უკრავდნენ. უფლებადამცველთა გაერთიანება ქართულ ბანკს სოლიდარობას უცხადებს და მის თანამშრომლებს ასევე მხარდაჭერას უცხადებს. ისინი აპირებენ მიმართონ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და მიაწოდონ ინფორმაცია თითოეული დარღვევის თაობაზე. უფლებადამცველები მთავრობას თხოვენ შეწყვეტონ ადამიანების დევნა მათი განცხადებით პოლიტიკური ნიშნით. ეს ღამე 12:15 წუთზე თანხის გადახდის ვადა იწურება, ნებაყოფლობით თანხის გადახდის ვადა. სწორედ ამასთან დაკავშირებით ქონდა პრეტენზია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების თანავე საახსრუო ბიურო ჩაერთო საქმეში, მათ უკანონოდ უკედავ არიცეს 7% მომსახურეობის, ანუ არ მისცეს შესაძლებლობა მხარეებს, რომ მათ ნებაყოფლობით გადაეხადათ აღნიშნული თანხები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ რა თქმა უნდა, ჩემი მარწმუნებლები აპროტესტებენ და ისინი გადახდას თანხების არ აპირებენ. შესაბამისად, სამართლებრივად მას მოყვება ალბათ აუქციონზე გატანა, ვინაიდან უკვე მათი ქონებები არის დაყადაღებული. ხორციელდება რეპრესიები, პოლიტიკური ტერორი აღნიშნული ბანკის მიმართ, ვინაიდან დარღვეულია თანასწორობის, შეჯიბრობითობის პრინციპი, ადამიანის უფლებათა კონვენცია. ეხა მე მეამაყება ჩემი განვლილი წლების და სხვებისგან განსხვავებით არ დავბოღმილ ვარ, რომ ზოგიერთი ჩირგვებში რო იჯდა და დღეს ძალიან მაღალ თანამდებობებზე სხედან, მე ამ ხელისუფლებისგან არაფერი არ მიმიღია. და ამ დროს სადავებთან ვიყავი, აგერ თქვენც ხედავთ, რომ ქართულ ბანკთან ერთად, ყოფილი პარლამენტის დეპუტატებთან ერთად ისინი ჩვენთან მოვიდნენ უფლებადამცველთა გაერთიანებასთან ეს ქართულ ბანკი და გთხოვეს დახმარება. და ეს პრესკონფერენციებიც მაგიტო ჩატარდა. ჩვენ რისკავდით ჩვენი სიცოცხლით, მაშინ ჩვენი გაერთიანება, უფლებადამცველთა გაერთიანება. მე თავს კი არ ვიქებ და არც არაფერი, მაგრამ ეხლა ზოგიერთი პარლამენტის დეპუტატი რომ ნაცებ შეეკრა, იმიტომ რომ სიაში არ შეიყვანეს, მაშინ მე რა ვთქვა, მაინტერესებს. არც ვინმეზე ნაკლები მიბრძოლია, არც ვინმეზე ნაკლები ოფლი დამიღვრია და პირიქით კაცი სახელმწიფო უწყევაში მუშაობდი ერთ-ერთ მაღალ პოზიციაზე პროკურატურაში და დავწერე განცხადება და წამოვედი პროკურატურის სისტემიდან. იმიტომ წამოვედი, რომ არ მინდოდა ყოფილიყავი იმ რეჟიმის, იმ ძალადობრივი რეჟიმის სახური და დავიწყე ბრძოლა იმ უამრავ ადამიანთან ერთად, რომ მომხდარიყო სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟი. და აქედან გამომდინარე ადამიანების, როდესაც ჩვენ აი ვლაპარაკობთ წარსულზე, აი ეს არის გულსატკენი, რომ ეს დასავლეთი მაშინ, როდესაც რისკი იყო იმ ქართული ოცნების ოფისში მისვლაც კი მე პირადად ეხა ქართული ოცნებას ხშირად ვახსენებ, მაგრამ არც ერთი პარტიის წევრი არ ყოფილი ვარ, არც ქართული ოცნების და არც ერთი პარტიის. უბრალოდ მე ვიყავი როგორც ყველა სხვა ადამიანი იმ ბრძოლაში ჩართული და ვთვლიდი, რომ უნდა მომხდარიყო დემონტაჟი. და ეს ელჩები მაშინ ბატონო ლექსო აპრავებდნენ მაშინ სააკაშვილს. თქვენ ბრძოლობდით, თქვენც იყავით ჩართული, ყველა ვიყავით ჩართული და ესენი ამართლებდნენ იმ რეჟიმის გარკვეულ აი ამ შემოქმედებს. თან გავაგზავნოთ თქვენს თუ შეიძლება აი ამ საკითხზე საუბარს. თან ისე
ისე უწევდათ ხოლმე ეგრეთ წოდებული გაправება ამ ყოველივესი რომ გამოდიოდნენ ხოლმე მე მახსოვს ხდებოდა ხოლმე რაღაცა დასავლური ვითომ და ღირებულებების თავზე მოხვევა და გვეუბნებოდნენ ხოლმე რომ დიახაც სწორედაც ეს არის დემოკრატიული პროცესები და დიახაც მიხეილი სააკაშვილი იყო დემოკრატიის შუქურა. აი ეს ხდებოდა ხოლმე. როდესაც ერთი გამამართლებელი განაჩენიც კი არ იყო ხოლმე იმ დროს თქვენ წარმოიდგინეთ რა. როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორია დაიკარგა, აღარ არის, გაქრა, გააქრეს და საუბრობდნენ ხოლმე რომ ეს იყო გმირობა. და გმირულად იქნა დაკარგული ეს ტერიტორიები. იმის მაგივრად რომ ეთქვათ სააკაშვილისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ხელი წეფობებოდა რომ ეს ომი როგორმე აეცილებინა კოდორის ხეობა არ დაეკარგათ. ხომ შეეძლოთ რომ ეთქვათ რომ არ გააკეთოთ ეს, თორე დაკარგავთ ტერიტორიებს. არა? გამოდიოდნენ ხოლმე ბატონო ნიკოლოს ეს ელჩები თქვენ კარგად მოგეხსენებათ და მთელი რიგი შემართება იყო და შეჩიჩქინება იყო რომ აბა მიდით და თქვენს გვერდით ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ და რა გააკეთეს ბოლოს? აღშფოთების და შეშფოთების გარდა რა გააკეთეს? აი ეს არის რაზეც ჩვენ საუბრობთ რომ ევროპული ფასეულობები ანუ როდესაც საჭირო ხდება ყოველთვის ჩვენ მიასე ხარისხოვანი ვართ ანუ ჩვენი ქვეყნები და ჩვენი ქვეყნის ინტერესები მათთვის ყოველთვის მიასე და მიათესე ხარისხოვანია. ანუ მათ მხოლოდ და მხოლოდ ანუ ევროპული ეგრეთ წოდებული ევროპული ფასეულობები აინტერესებთ მათი ჯიბეებისთვის და მათი გარემოცისთვის, ვინც აი ამ პოლიტიკას მართავს ევროპაში. თორე ჩვენაირი ქვეყნებისთვის ისინი რეალურად არ ზრუნავენ. ჩვენ მაგალითად ატომური ბომბი დაგვეცემა, რაღაცა იქ პრობლემა გვექნება, არ მაქსიმუმ აღშფოთდნენ. და კარგია რომ ეს ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხელისუფლებამ ეს ყოველივე გაიაზრა. ეს არის მნიშვნელოვანი რომ ჩვენ ეს შევძელით ეს ყოველივე. თორე როგორ შეიძლება ჩვენ აი ამ თუნდაც ევროკავშირის ელჩი, როდესაც მე როგორ მახსოვს ბატონ ნიკოლოს წინა ხელისუფლების დროს არაერთი აქცია გამართული პირადად მეც ვიღებდი მონაწილეობას, როგორმე ხმა ამოიღო პატიმრების უფლებების დაცვის კუთხით და ხმას არ იღებდა ხოლმე ეს კაცი. არ იღებდა ხმას და გაოცებული ვიყავი ხოლმე და ერთხელ მახსოვს ეს რა ქვია იაპონიის ელჩმა იაპონიის ელჩი შეშფოთა ამ ყოველივეზე თქვა რომ ეს არ უნდა ხდებოდეს და ევროპის არც ერთმა ქვეყნის საელჩომ არ გააკეთა განცხადებები აი ეს კადრები რომ ნახეთ და ეს ამბები რო იყო ანუ ვითომ და ანუ მაშინ ხო ესე აპრავდნენ რომ დაგმული იყო ყველაფერიო და ამიტომ ასეთ განცხადებებს არ აკეთებდნენ. აი ეს იყო რეალობა. ამიტომ ეს რეალობა რო გვახსოვს ხო ანუ ამ პროცესებში ვიღებდით მონაწილეობას და გვახსოვს. და ეხლა როგორ შეიძლება რომ თქვენი გვჯეროდეთ რომ აი ეხლა რომ მაგალითად აი ესე გამოდიხართ და თავს გვახვევთ თქვენი პროპაგანდით რომ თურმე ხელისუფლებამ გადაუხია რაღაც ევროპულ ღირებულებებს ეს არის მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ნარატივი და თქვენი პროპაგანდის ნაწილი იმიტომ რომ თქვენი ეს მონური მართლობიდან როგორც იქნა გამოვედით. ამიტომ ჩვენ უნდა დაგვანებოთ თქვენ თავი და თუ რეალურად გინდათ რომ ჩვენ თქვენი პარტნიორები ვიყოთ, კი ბატონო ჩვენ ამისთვის მზად ვართ. მაგრამ რეალური პარტნიორები და არა მონური მართლობა და მორჩილება. როგორ შეიძლება ყველგან იყოს თქვენი გავლენები? ეს არ არის არც დემოკრატიულ ფასეულობებში არ ჯდება. ხალხის მართლობა, ანუ დემოკრატია, დემოსი, კრატია, სად არის? თუ აქ არის ტირანია, რასაც თქვენ აკეთებთ და გინდათ უпроსტოდ რომ გააკეთოთ. ერთი მართველი, რომელიც ეგრეთ წოდებული, მოდი ამ სიტყვას ვიხმარ, არ მომერიდება, ეგრეთ წოდებული ანგლო-საქსონური deep state, რომელიც ევროპას მართავს და ეს ადამიანები ცდილობენ რომ ჩვენ გვმართონ. იმიტომ რომ გამოდიან და მთელი რიგი ცდილობენ რომ პრობლემები შეუქმნათ ჩვენს ქვეყანას. და რატო უნდათ პრობლემები რომ შეუქმნან? სად დაინახეს რომ მაგალითად ჩვენი ქვეყნის კურსმა გადაუხვია? სად დაინახეს? სად? რას ნიშნავს ამ კურსის გადახვევა? ჩვენ თქვით რამეზე უარი
პარტნიორობაზე თქვით თუ არის თუ რაზე თქვით რომ არ გვინდა ჩვენს მეზობლებთან არც საომარი მდგომარეობა არ გვინდა ჩვენ უკრაინა რუსეთს შორის ჩარევა და გვინდა მშვიდობა და ამის გამო ჯვარს გვაცვით პირდაპირ გაგებით და ყველანაირად ვცდილობთ რომ აი ბოდიში რა და აი ქაქში ამოგვსვარო და აღარ გვინდა ეს თქვენი ქაქი რა ეს ევროპული ქაქი თქვენ გქონდეთ აღარ გვინდა ქართველი კაცი აღარ უნდა ამოისვაროს აი ამ სიბინძურეში რასაც ამდენ ხნის განმავლობაში ვცდილობდით გასაგებია დიდი მადლობა ბატონო ლექსო და ეხლა მართლაც თქვენ ახსენეთ ეს ორმაგი სტანდარტები და მე მახსოვს 2011 წლის 26 მაისს მაშინ ჯო ბასი იყო ამერიკის ელჩი და ეს დარბევა და ეს სისხლის კალოების დატრიალება გვამები გამართლა გამოვიდა თამარ ჩუგოშვილმა ხელი შეუწყო დარბევას და ჯონ ბასი იყო აი ამ ყველაფრის ერთ-ერთი შემოქმედი ამერიკის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა რომელსაც სხვათა შორის ბატონმა შალვა ნათელაშვილმა სრულიად სამართლიანად მაშინ უწოდა შახაბასი ჯონ ბასმა და ამერიკული სპეცსამსახურის ცერეუს ნომრიანმა აგენტმა ქალბატონმა თამარ მალხაზოვნა ჩუგოშვილმა გაამართლეს ის სისხლის კალო ის უბედურება რომელიც 2011 წლის 26 მაისს დაატრიალა სააკაშვილმა რუსთაველის პროსპექტზე და პირდაპირ ვაცხადებ ამას და ეს სააკაშვილმაც აღიარა თავის გამოსვლაში სატელევიზიო გამოსვლაში რომ სპეცოპერაციას ქართველი ხალხის ძვლებში დალეწვის და დამტრების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობიდან ონლაინ რეჟიმში ხელმძღვანელობდნენ ამერიკელი ინსტრუქტორები. სააკაშვილმა ეს თქვა და ირიბად ჩაუშვა მან ამერიკელები რომ ესე იგი მე არ ვიყავი აქ პირველი პირი, აქ იყვნენ პირველი პირი იყო აქ ამერიკელი ინსტრუქტორები, რომლებიც პირადად ხელმძღვანელობდნენ ამ სპეცოპერაციას და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობიდან უძღვებოდნენ სადამსჯელო აქციას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ეს არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს თქვენ მოგეხსენებათ დღეს რა. კი ბატონო, ნამდვილად ასე იყო. მე მინდა რომ ჩვენი გადაცემის პირველი ბლოკის სტუმრებს დავემშვიდობო ბატონ ლექსოს, ბატონ ტიტოს. ჩვენ ახლა მცირე ხნით შევისვენებთ და გადაცემის მეორე ბლოკში გავაგრძელებთ უკვე სხვა სტუმართან, ახალ სტუმართან საუბარს. მადლობ ტიტო შუბინიძე, ბატონ ლექსო კობაიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმრები. მადლობს მეგობრებო. თქვენ კი არ გადართოთ, დარჩით რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით უკვე სხვა თემაზე საუბრით. ნუ დაეცემი, სურს ნუ იტანჯავ. დანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება. იფიქრე კარგი და დაინახავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როგორც ისწავლის სამყაროს ხედვას, შენი ცხოვრებაც ისე იქნება. გულს ნუ გაიტეხ, წამდეს უფალის და ყველაფერი კარგად იქნება. ტყუილ უბრალოდ ღელვა და შიში, განავერად ყოფ რომ არ გიხდება. ნუ შიშობ, უფლის სიწამე მარად და ყველაფერი კარგად იქნება. როცა ვარდები დეპრესიაში და შენი ტანჯვა ატყობ იწყება, მაშინ მოუხმე თვითშთაგონებას, თქვი ყველაფერი კარგად იქნება. რომც დაგარწმუნონ შენი ღუპები, შენი სიცოცხლის წუთი ითვლება, წმენას მოუხმე და შენი ხილავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თუ უცოდვები გაქვს, სულით დაეცი, ღმერთი არ გტოვებს შენსკენ იხრება, ის მოწყალეა ყველა ცოდვილის და ყველაფერი კარგად იქნება. როდესაც სიმეც საზრი აღარ აქვს და შენი გული ბოღმით ივსება, ერთადერთია რაც გადაგარჩენს, თქვი ყველაფერი კარგად იქნება. დიდი ნიჭია თავშეკავება, ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება. როცა ამ ნიჭს თვლობ, შენ უკვე იცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა, სხვებს აუხსენი და შთააგონე, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როდის იქნება, როგორ იქნება, როცა კითხვები გულში ისმება, ნუ უფიქრდები უაზრო კითხვებს. ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება. მე ცოდნები და უხერხი სრულიად საქართველოს პატრიარქი თოს შენდობას ყოველი ჩემი შესვენებისა მე შევთხოვ უფალს რომ უფალმა გადმოხედოს საქართველოს თავისი მოწყალე თვალით
Alpadminosam Jimeshmurit Rata Gavagrzanat Zauplisa Shemidet Mapatis Shet Vertman Shegindo ვაგზელებთ მაუწყებლობას ძვირფასო ტელემაყურებლებო ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკში ჩვენ ვისაუბრებთ ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე და რეგიონში არსებულ მძიმე სიტუაციაზე ჩვენ სტუმართან ერთად ომის ვეტერანი სამოქალაქო აქტივისტი ბატონი პაატა აბულაძე იქნება ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით ბატონო პაატა. მოგესალმებით და მივესალმებით თქვენ სტუმრებს. მოკლედ ძალიან დაიძაბა სიტუაცია ჩვენს რეგიონში, განსაკუთრებით აი აზერბაიჯანი რუსეთის დაპირისპირება მინდა გამოვყო და აი თქვენი შეფასება მაინტერესებს, აი თქვენ როგორ ფიქრობთ, აი ეს დაპირისპირება სადამდე წავა? პრინციპში ხა ცოტა ესკალაცია ანუ პროცესების უკვე რაღაცნაირად მიდელებულია, ანუ დაძაბულობა ასე თუ ისე მოხსნილია, მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, ამით დასრულდება ყველაფერი თუ რაღაცა გაგზელება ექნება ყოველივეს? პირველი ინფორმაცია რომ რუსეთში აგილაროვი ეს იყო დააკავეს ეხლა სპეცნაზმა სამალიოტის ბლოკირება მოახდინა და ფული გაქონდა დიდი რაოდენობით, ესე იგი როგორც ამობენ ეს უკვე არ ვიცი, მაგრამ ალბათ დაიდება ეგაც სადღაც 80 მილიონი დოლარი გაქონდათ. ეს აგილაროვი იყო მოკლედ დიდი ესეთი ფართო იმებში გასული ხელისუფლების რუსეთის ხელისუფლებაში გასული ადამიანი, ეხლა დაკავებულია, მისი თელი იმპერია ჩამოშალეს უკვე. მიდის წმენდა რუსეთის პირდაპირ ეს მარტო აზერბაიჯანელებს არ ეხებათ. სხვათა შორის გუშინ წინ თუ არ ვწდები, უკრაინაში დახოცეს ორი ცოლქმარი პირდაპირ აიღეს ჩაცხრილეს აზერბაიჯანელები, მაგრამ რატომღაც აზერბაიჯანმა ეს ვერ დაინახა? რატომღაც? პირდაპირ ქუჩაში დაცხრილეს, აი ესე უბრალოდ ადგეს დაცხრილეს. ხა უკრაინაში რატომ მოხდა ეს? ხო, რაღაცა მოხდა, ალბათ იქაც კრიმინალური, რა ვიცი, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ აზერბაიჯანელი მოქალაქე უკრაინის მოქალაქე კი არა, აზერბაიჯანის მოქალაქე ჩაცხრილეს და შეგახსენებთ, რისთვისაც აყვირდა ალიევი, იქ რუსეთის მოქალაქე იყო და ერთმა აზერბაიჯანელმა მეორე აზერბაიჯანელი მოკლა, კრიმინალი. მოკლედ ეგ იყო მიზეზი, რა თქმა უნდა, თვითონ გამოწვეული. სიამძულეში რა ხდება, ახლა ჩემი გადმოსახედიდან და სხვათა შორის მქონდა ესეთი მე ყოველ 6 თვეში ერთხელ ვიკრიბებით ხოლმე ესე კოლ ჩარტებში ვართ ხოლმე ამერიკიდან იყოს კოტრიტერი ჩართული და ასე ქვეყნებიდან რა მოკლედ და ამ ერთ-ერთი თემა იყო განხილვის ეს აზერბაიჯანის და სასუნხეთის ეს პროცესები რაც არის დაწყებული და იქ იჯდა ესე ვთქვათ რუსი ექსპერტებიც სხვათა შორის ძალიან განთქმული ექსპერტები ასევე იყო რუსულ არხებზე იყო ძალიან უკვე თემა იხილებოდა და ერთ-ერთ ვერსიას ამუშავებდნენ იმას რომ უყურეთ კითხვა დასვა და მეც მაქვს ეს კითხვა რა თქმა უნდა ვერავინ საქართველოში ჯერ პასუხი არ გაუწიათ რაში სჭირდება რა სტრატეგიული დანიშნულება აქვს ზანგეზურის კორიდორს სასონხეთს აზერბაიჯანს რუსეთისთვის მე ვამბობ საერთოდ არაფერი აბსოლუტურად არაფერი ეს იყვნენ ესე რომ ვთქვათ ნახლებნიკები ყოველ წელს 40 მილიარდი მიდიოდა რუსეთიდან ეს ლეგალური ფულზე მაქვს ლაპარაკი უყურეთ მე შემეხე ხალხი მე ხლა ახსნი რა მაქვს ხედველობაში თუ ვინმესთვის პრობლემა არის ზანგეზურის კორიდორის გახსნა ექსტერნალური რა მოკლედ ეს არის ირანი და ჩინეთი მე ვერავინ ვერ პასუხობს კითხვაზე რატომ უნდა იბრძოლოს რუსეთმა ზანგეზურის კორიდორისთვის რა სტრატეგიული დანიშნულება აქვს რამე ენერგორესურსები გადის რამე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს აკონტროლებს უბრალოდ
Daži me უფრო შორსავალ. რა დანიშნულება აქვს ეხლა აი ამ ეტაპზე კი არა აი სირიის მერე გუმრის ბაზას საერთოდ სახმელეთო მიმოსვლა აღარა აქვს ესე რომ ვთქვათ უკვე და იმ დროს როდესაც ხედავთ როგორ ვითარდება პროცესები მე მგონი ეს ისე ჩანს და თანაც რაც ყველაზე თავარია კომენტარს არ აკეთებს რუსეთის პრეზიდენტი საერთოდ დუმილცი გაჩუმებულია და უყურეთ როგორ არის თავის ქვეყანაში მცხოვრები მილიონობით აზერბაიჯანელი და სომეხ მოსახლეობას ეუბნება მე რა შუაში ვარ თვითონ მიდიან ჩვენგან და ძალით ხوار დავიჭერ კიდევ ერთხელ ამიხსნას ნებისმიერმა ექსპერტმა რა დანიშნულება აქვს ან რა სტრატეგიული დანიშნულება აქვს აი ამ ქვეყანა ჩიხი როგორც სასომხეთი ისე აზერბაიჯანი და მალე საქართველოს გახდება ქვეყანა ჩიხი. არავით არის სტრატეგიული დანიშნულება. გეკითხებით, რამე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს აკონტროლებს? რამე ენერგომატერიალებს აკონტროლებს? საერთოდ არაფერს. მაშინ გამაგებინეთ, რატომ უნდა იბრძოლოს პირიქით? პირიქით ხო გინდათ დამოუკიდებლობა? აგერ არის თურქეთი თურქეთთან ეხლა მე უფრო მეც გეტყვით თურქეთში აშენებს 3 ატომურ ელექტროსადგურს იმას ერთი უკვე დასრულებულია და მარაგდება რუსული ურანით ეს ისე რომ რაც არ ღირსებია რუსეთს ისაღირსა რუსეთმა თურქეთს ისაღირსა რუსეთმა თუ ვიღაცას ეხლა აქ არის გავრცელებული ესეთი ნარატივი კავკასიას რუსეთი არ დათმობს აი კავკასიაში როგორც კი შეყოფთ თავს იმ წუთში მოხდებათ ისკანდერი ცხვირპირში რა თქვენ არ ახართ კავკასია თქვენ ახართ ზაკავკაზია უკვე ეს ერთი მეორე ყველაზე აი ეს როგორ არის ისი აი თქვენთანაც ახლა მე დიტოს ძალიან დიდ პატივს ავწევ და მესმის მისიც, მაგრამ ვერც დიტო ვერ ამიხსნის, ან ამიხსნას რა დანიშნულება აქვს. იყო ესეთი ვერსია, რომ ამასო აყვებაო ჩერქეზებიო, დაღისტანელებიო, ჩეჩნებიო, კაცო, მაგაზე არიან რომ იქ ესეთი ბირთული ტრიადი ქვეყანა როგორმე ამ პატარა კუთხეს აგურმე გააკონტროლებს, კაცო. ამის იმედზე ყოფნის, რომ იცი რა, აი იმის გამო რომ იქ არა უფეთქდეს არიქა ჩვენ გუდი თავში გვაქვს არა გვაქვს ბატონო პატა ეგ მარტო დიტოს პოზიცია კი არ არის ძალიან ბევრი ანალიტიკოსი ექსპერტისგან აბსოლუტურად ყველასი აბსოლუტურად ანუ ის რომ თქვენ მაგალითად ერთი წამით ეხლა თქვენ მე თქვენი სტატუსიც ვნახებ სოციალურ ქსელში თქვენ ამბობთ რომ უკვე რუსეთმა შეიძლება კავკასია დატოვოს ანუ კავკასიაზე არა ნუ გეშლება კავკასია არა კავკასია თქვენ ახლა ამიერკ კავკასია ამიერკ კავკასიაში მაშინ თქვენ ამიხსენეთ ბატონო ნიკოლოზ ხო არა მე რას ვიძახი უყურეთ ანუ რუსეთმა შეიძლება დატოვოს აზერბაიჯანი სომხეთი საქართველო ანუ გამოვიდეს აქედან და თქვას რომ თავში სხვა გიხლია თქვენ რაც კიდათ ის გააკეთეთ არა უყურეთ როგორ არის უყურეთ და ეს არა აბა თქვენი არა ლაპარაკიდან მე გამოვიტან ესაც იმიტომ რომ წამგებიანია მისთვის აკოფნა არავით არის ხო და ამას ვიძახი ანუ გამოსვლას აპირებს ხო კიდე გეუბნებით გარდა ხარჯისა და ხო და კი ბატონო სწორად გავიგე ხო რომ თქვენ ამბობთ რომ გამოსვლას აპირებს აქ რეგიონი გამოსული არ არის ნუ არ არის მაინც ასე თუ ისე როგორ არ არის აბა მითხარ როგორ არ არის გამოსული გიუმრის ბაზა ხო აქვს ხო მე რა სახმელეთო მიმოსვლა აქვს თუ რა არა გასაგები არა ერთი წამით ბატონო აი უყურეთ ჩვენ მე მოგცემ სიტყვას ერთი წამით ჩვენ დროში არა ვარ შეზღუდული უყურეთ მე რატო ვიძახი რომ ჯერჯერობით მაინც არ არის გამოსული რატო იცით უყურეთ ეხლა სომხეთში მას აქვს ძალიან ბევრი პროექტები ეს აქვს რუსკი მირი როსატრუდნიჩესტვო აქვს არა ჯერ არ დაუხურია სომხეთი დახურა გეუბნებით გადიან იქიდან სომხეთიდან რა თქმა უნდა გადიან. ნუ ოფიციალურად ჯერ არ გაჟღერებულა ეს. გეუბნებით რომ გადიან, ეხლა მე მაგი მაინც ვიცი რა. ნუ გასაგებია, მაგრამ მე ოფიციალურად არ გაცხადებულა მეთქი რა თქვენ. იქითაც ეში გააკეთებენ განცხადებას. ნუ გასაგებია, კი ბატონო, დავიჯერებ თქვენსაც და გვიტყვი რომ კი ბატონო. ჩემი არა თვითონ გააკეთებენ განცხადებას. ხო, გასაგებია, მაგრამ აი თქვენ როგორ ფიქრობთ, თუ ესენი გავლენ? დიახ.
ეხლა საქართველოსთან ისედაც გასულები არიან სექცია ხელმძღვანელობს და იმ ტერიტორიებზე აფხაზეთში და ცხინვალში არიან. აი მე პირადად არ მინდა ესე მოხდეს, იმიტომ რომ საქართველო იქნება თურქეთის რაღაცა გარკვეული პროვინცია. მაგრამ არ წარმოიშვება საფრთხე მე ჩილო-კავკასიაში. მონათესავეები არის ხშირ შემთხვევებში, მუსლიმანები არიან. რაღაც არ იქნება გარკვეული პრობლემები. ეხლა თქვენ კი ძახით არაო, მაგრამ ბევრი ფიქრობს რომ იქნება. აი ახლა გეტყვით, მე მინდოდა მაგამე ჩავსულიყავი, გეტყვით. პირიქით, თუ ვინმე მუსლიმის სამყარო დღეს მისი უსაფრთხოებას ხედავს და რაღაცა საშველს ხედავს, აგერ ეხლა იქნება აგვისტოში ისლამური სამყაროს დიდი კონფერენცია მოსკოვში. სხვათა შორის დაპატიჟებული ვარ. ამიტომ იმისი პრობლემა რომ იქ პირიქით თუ სადმე არ იზღუდება ისლამური სამყაროს უფლებები, ეს არის რუსეთის ტერიტორია. თუ სადმე ყველაზე კარგად თავს და კომფორტულად გრძნობენ ისლამური სამყაროს წარმომადგენლები, ესე ვთქვა, ჩვენი მუსლიმი ძმები, გრძნობენ რუსეთში. მე მაინც გავაგზავნე საქართველოსთან თუ როგორ მინდა იცი აი ჩამოვყვეთ რომ მივიდეთ საქართველოსამდე და ესე ნაჯახისებრულად ვთქვათ რომ ხო ესე იქნება არა კაცო მოდი მოვყვეთ ბოლომდე გუმრის ბაზას ჰქონდა ერთადერთი დანიშნულება როცა შენ აკონტროლები სირიას და იქიდან 300 კილომეტრი იყო პირდაპირ იქიდან მარაგდებოდა გუმრის ბაზი და როტაციები ხდებოდა ჩემი შვილი მსახურობდა კარტულში კაცო რას მეუნდებით წყალქვეშა ნავში დღესაც მისი ნახევარი ნაწილი იქ არის კაცო უფრო გაფართოვდა ეგ ისე რა საინტერესოა რა აი თქვენ თვითონაც მე ხوار მითქვია სირია დათმო კი არ დათმო კაცო გარიგდნენ მოთამაშეებთან ის ორი ბაზა დატოვეს ისე დატოვეს რომ დაჟე ერთი თმისღერი არ ჩამოვარდნილა იქ რუსულ ბაზას პირიქით აფართოვებს ხელშეკრულება დაიდება ახლა 25 წლიანი აგერ თქვენ და აგერ მე ამიტომ ეგ გასვლა როგორც ჩვენ ვეძახით არაფერს არ თმობს ის უყურებს მე რო გეუბნებოდით რომ ყველაფერი შეიცვლება კაცო აბსოლუტურად ყველაფერი შეიცვლება იქაც კიდე ერთხელ ვამბობ როცა შენ სამ სახელმწიფოს ეხმარები ეკონომიკურად სამხედრო თვალსაზრისით და სტრატეგიული რაღაცა გათვლები გაქვს და ამ დროს შენ იქ რუსოფობიულის მეტი არაფერი არ ხდება ზურგში დანას ჩარტყმა და საქართველოს აღარა მაქვს ლაპარაკი საქართველოს ხელისუფლებიდან დაწყებული ნებისმიერ ქართველს შემიძლია ვთქვა როგორც გარკვეული რაოდენობის ხალხის გარდა რუსო ვინ არის რუსი მე ვარ რუსი შენ ხარ ესე რომ ლაპარაკობ და ასეთ არა მაქვს ეხლა ლიბერალებზე ლაპარაკი ნებისმიერი ქართველი გააჩერე გეტყვის ნებისმიერი გარკვეულ უმეტესობა თქვენ მე და რამოდენიმე ხალხი რო არ ეგეცები არა ვარ ეს იმას არ ნიშნავს კაცო რო არ არის გააჩერე გეტყვის რუსეთი მტერია მაგრამ უნდა დაველაპარაკოთ ყველას ეს ნარატივი აქვს ახლა გეკითხებით ესეთი ქვეყანა რომელიც კი არ აგებს იგებს იწევს წინ ვერაჩერებს ვერაფერი ნასკებიდან ამოყარა თელი ტრამპი და ყველანი იქიდან დაჟე კავკასიაშიც კი ჩაუთხა ტრამპს სიტყვებს რო არ აქცევენ აქ მნიშვნელობას ამიტომ უყურეთ იმანაც ისწავლა წყუა კაცო ის რუსეთი აღარ არის ინერციით რომ მოდიოდა საბჭოთა კავშირის დაშლის მერე რომ იცით რა არის აი კავკასია და მისი არაფერი კაცო დამოუკიდებლობა ხო გინდათ კაცო ხო და აი რომლებიც ეხლა გადანაწილდებით თურქეთის გავლენის ქვეშ ეს სამი სახელმწიფო ხო ეგრეა სამეზობლოს ხო ესე აღიქვამენ ესე არ არის შეხვედრები აბა ნახე რა ხადმიაკები და რა შეხვედრებია კაცო გინდათ ჩვენთან ამიტომ კი ბატონო ღმერთმა ხელი დაჟე იტყვის რომ მე უსურვებ ამ სახელმწიფოს წისვლას და წარმატებას და ეკონომიკურად ყველა მაინც შემთხვევაში მასთან იქნება დალაგება აი შენ საქართველო აი ტერიტორიების პრობლემა რო გაქვს და უყურე ყველაზე მთავარი რაც არის ყველაზე მთავარი რაც არის აქ არის უკვე ლაპარაკი გავლენა ვის კოლგის ქვეშ იქნები რომელი ქვეყნის კოლგის ქვეშ იქნები აზერბაიჯანი თვითონ აზერბაიჯანია თურქეთის კოლგის ქვეშ შენ ვის კოლგის ქვეშ ახარ
ყველა ნარატივი ნიკოლოზ ბატონო ეს მე ესე მინდა კი არ არის კაცო მეგებრებით რო თავს რო ვიტყუებთ მეთქი კაცო ლიბერალებზე არ მაქვს ლაპარაკი აბსოლუტურად რას ახლა გეკითხებით რა სტრატეგიული დანიშნულება აქვს რუსეთისთვის აჭარას ზღვა რა ზღვა ხალხო ოჩამჩეშით ბაზა უდავს ეშერაც აქვს ყირიმიც აქვს აზოვის ზღვაც აქვს სირიაში ორი გაკალპალებული ბაზა აი გამაგებინე შენი 5 კილომეტრიანი შავი ზღვის აკვატორია რა თავში სახელად უნდა 30 წელია გასულია მაკედან აბა გეკითხებით რა აი რა სტრატეგიული ინტერესი აქვს აჭარასთან რუსეთს არაფერი ნოლი აი ვისაც აქვს მან ინტერესი აი ორგაზმი რო ემართება რა აჭარაზე და ახალციხეზე და იმერზე ამიგენზე და რაღაცებზე ამას მალე ვნახავთ კაცო ამას მალე ვნახავთ და რავი ბერისალოსის წინასწარ მეტყოლება არ ახსოვდეს რა მე ესეთი გაწავლობგინო მაგ ყველაფერი მიდის კანონზომიერად რო მე ასე მგონია რუსეთის დაგეგმილია ყველაფერი რო იშორებს ამ ნახლებნიკებს რა აი პროსტო იშორებს და მოჭა ტყუილა მიდიოდა ხარჯები იქით გინ სასომხეთ ინახავდა ქვეყანა ჩიხი არაფერი იქიდან პოლზუ არ ქონდა არც რუსეთს სასომხეთ და გინდა აზერბაიჯანიდან თელი ბრიტანეთია ჩასული გინ ბიპი გინდა და ყველაფერი ამიტომ მე ესე უყურებ ამას რა არ ისო რუსეთი არ დამოვლობს ტანკებით შევა რატო უნდა შევიდეს კაცო იტეხოს თავი ჩინეთმა და ირანმა აი მაგაც მართლა საფრთხე ემუქრებათ რა მაგით შენ რატო კაცო ეხა იცით რა არის თქვენ საუბარში არის ლოგიკა და თქვენ ინფორმაციებიც გაქვთ მე ვიცი რომ თქვენ თვითონ ახსენეთ ამაზე მიდის საუბარი გარკვეულ წრეებში ისე ჩვენ კი ღირსები ვართ მე გეთახმებით რომ მართლა აღმოჩნდეთ ქვეყანამ რა დააშავა ჩვენმა წინაპრებმა რა დააშავეს რომლებმაც სისხლი გაიღეს იქ თორე აი ხლა რო ყვირიან რუსეთი და ისა აი მე იმ თურქულ ბორდელში რო აღმოჩნდებიან მე აუცილებლად აღმოჩნდებიან აი როგორც ადრე იყო რომ საბწუხაროდ ქართველი ქალები მიყავდათ იქა და ყიდიდნენ და იმაშვებოდნენ რაღაცეები აი ესე აღმოჩნდება საქართველოს და მე მოგენატრებათ ის სიტუაცია როგორიც იყო რომ თუ დღესაც ბევრი რო იძახის რომ ბრელი ეპოქა იყო თურმე ის საბჭოთა ეპოქა უბრალოდ ჩვენ რა დავაშავეთ ვიც ასე არ ვფიქრობთ აი ეს არის მცირება მაგრამ მე მაინც ვიმედოვნებ რომ ხელისუფლებას ეყოფა გამჭრიახობა ეს სომხეთის პრემიერი დაქცეული და დაქანებული არის აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან მე საერთოდ არ მიკვირს ეს პოზიცია იმიტომ რომ ეს ერთი ერი ორი სახელმწიფო თვითონ ამბობენ და თურქების მონათესავე ხალხია ნუ სომხებმა თვითონ აირჩიეს თვითმკვლელობა ნუ გასაგებია ყველას თვითონ ირჩევს მაგრამ ჩვენ ხო უნდა გვეყოს გონიერება რომ ჩვენ მართლმადიდებლურ რუსეთთან დავიჭიროთ ურთიერთობა თუ იმ ქვეყნებთან რომლებიც სისხლს გვიშრობენ ჩვენი ტაოკლარჯეთში თითქმის არაფერი ქართული აღარ არის შენარჩუნებული აი თქვენ როგორ ფიქრობთ ხელისუფლებას შეუძლია თუ არა შეცვალოს აი ის რასაც რა მძიმე სურათიც თქვენ დახატეთ რომ ჩვენ აღმოჩნდეთ არა იქით, არამედ აქით. და აი როგორც ბელარუსია, რუსეთი არის, რომ საიუზნე გასუდარსტვა, აი ესე იყოს საქართველოს აი ამ საიუზნე გასუდარსტვაში და ჩვენ რაღაცნაირად თავი გადავირჩინოთ. ამას ხედავთ თქვენ რომ ესეთი რაღაცაში ჯერ ხალხი ჩამოყალიბდეთ. ჯერ ხალხმა გავაცნობთ რასთან გვაქვს საქმე, რა გველოდება. ბატონო ნიკოლოზ 4 დღეა გაქანებული მართალი ომი მიდის სირიაში. როგორი ომი მიდის, იცი? აი ქალაქზე იღებენ, რაიონზე იღებენ უკვე ამბოხებულები. აქ რომ მალავენ და ჩვენ ამ დროს აი ხა დაიდო ინფორმაცია ნატოს სწავლებებზე ჩავერთეთ. როგორ მოგწონთ? ჯერ იქნებ ხალხი გავერკვეთ რა გვინდა. ლევის ვის არის ხალხი რა შუაშია ხა ნატოს ხალხი რასაც დაუკვეთავს იმასაც გააკეთებს ხელისუფლება. ხალხმა დაუკვეთა აგერ ხელმე აბა მანახე რომელიც მოდი გავიდეთ გინდა ქუჩაში და თქვათ რომ ყველა გეტყვის ყველა დაგეთახლა მოლაპარაკება რო გინდა
უმეტესობაში ვარ მაგ ხრივ. მაგრამ ყველა გეტყვის რუსეთი მტერია და მაგრამ მოლაპარაკება საჭიროა. ამიტომ როცა ესეთი რაღაცები და ესეთი შენ გონი იქ დებილებისდია და მაგას ვერ ხედავე? არავისთან საქართველოს ჩუდი არავის არ უნდა კაცო იქა. ისინი გაუწევენ ანგარიშ მოცემულობას. მეტი არაფერი მოცემულობას, ანუ ეკონომიკურად გენაცვალოთ ჩემი თავი. კულტურულად აი აქა ვარ პატივცემულებო. მაგრამ რაც შეეხება შენ უსაფრთხოებას, მაპატიეთ, მაგრამ თქვენ აირჩიეთ თქვენი უსაფრთხოების გზა თქვენ თვითონ. მე არ გამიგდიხარ. თქვენ თვითონ ამოირჩიეთ. კი ბატონო. წინააღმდეგ შემთხვევაში კიდეგონებით არ გააკეთებს. აქ პატრიარქმაც მოგვიწოდა. მაგრამ პატრიარქს რა უქენით? ეხლა რა უქენით? ესე ითქმება საერთოდ ჩვენ რა უქენით კაც. უკვე ბატონო ნიკოლოზ აზიმაკ ლაპარაკი. ხელისუფლებაში, კომისიაში, ეხლა კიდე ერთხელ მინდა გავიმეორო, იმიტომ რომ ბიჭო, აი შეიძლება აი სოდომისტებმა ეს ილაპარაკონ, აი მტერი რაღაცა იქ საკმარისზე მეტია იქ რუსეთშიც კაცო ეგეთები რომ მაგრამ შენ რო ხელისუფლება ხარ პულსზე ხელი არ უნდა გედოს რეგიონში რა პროცესები ვითარდება და ამ დროს პარლამენტის შენობაში დარბაზში რო ეუბნები რუსებმა გასწავლეს ეგეთი რაღაცა რუსებმა დამაკნინებენ ახლა განახებთ კაცო რუსები გასწავლენ თუ თურქები თუ ირანელები კაცო არაფერი პრობლემა არ აქვს მაგრამ როგორც დაალაგდებით ეს ამი ქვეყანა მაინც იმათთან გავავართ ურთიერთობას რუსეთი კაცო რა პრობლემა აქვს ვაფშე არაფერი თუ არა და ვინმე ამიღწეროს კიდე ერთხელ ვეუბნები სტრატეგიულად რა დანიშნულება აქვს თელავს ქუთაისს თბილისს იმას რა ქვია ბათუმს რუსეთისთვის აი რაც უნდა კავკასიაში ყველაფერი აქვს ულტრა თანამედროვე ჯარით სამხედრო ბაზებით. მაშინ ვინმე აი გამოვიდეს დღეს даже არალიბერალურმა ექსპერტებმა ისეთი სიგიჟები აბრახუნეს. არა და გუშინწინ რუსეთში იყო კონფერენციაზე. ესე იგივე ახლო აქედან უკმენენო რუსეთო. იქიდან უკმენენო და ეს დათვიო კაკუცებზე დაჯდებაო. გაიგეშე. მეც მიუწერე, აბა ველოდები ახლა აზერბაიჯანისა და თურქეთის ჯარს, როდის აიღებენ კრემლს. 3 წლის წინ ყვიროდით, რა ქვია, უკრაინა იღებდა კრემლს. ახლა აზერბაიჯანის ჯარი და თურქეთის ჯარი იღებს. ხვდებით რა ეგ ბატონო პატა, ეგ არალიბერალი ექსპერტები არიან ჩვენი მეზობელი ქვეყნის აგენტები. რა მნიშვნელობა ბატონო ნიკოლოზ? არა, იმიტომ ლაპარაკობენ, რატო იცით კაცო, შენ როდესაც გარეჯ გართმევდნენ და აზერბაიჯანს ყვიროდი. შენ როდესაც აქ ასარჩევი არის მხარე ეს რუსეთი თუ აზერბაიჯანი და ირჩევ აზერბაიჯანი მე აზერბაიჯანის წინააღმდეგი ამ შემთხვევაში კი არა ვარ მე ვარ ჩემი ქვეყნის მომხრე კაცო აზერბაიჯანს თავისი გზა აქვს კაცო და თურქეთთან არის ჩემთ მე არ მინდა თურქეთთან მე მინდა რუსეთთან მქონდეს ურთიერთობა და შენ რო ამბობ რომ მე თურქული და დიდი თურანის გზაზე უნდა შევდგეთო ჩემთვის შენ ხარ მოღალატე რა დიდი თურანის გზაზე უნდა შევდგეთ თქვენ ხარ გაჟრიალებთ მართლა ჩვენმა წინაპრებმა სისხლით მორწყეს ყველაფერი რომ გამოსულიყავით იმ დიდი თურანიდან და იმ დიდი თურქეთიდან და ჩვენ კიდე თავი შევყოთ იქა 10000-ობით ქართველი დაიღუპა იმ აჭარის გათავისუფლებაზე დედასამშობლოს რო დაუბრუნდა და ეს იდიოტები დღეს ლაპარაკობენ იმაზე რომ ჩვენ სარგებელი გვექნება სარგებელი თქვენ გაქვთ რომ ფულები იშოვეთ თქვენ ნაძირლებო თქვენა თქვენ დიდი სარგებელი იპოვეთ უკვე და მე გეთანხმები თქვენ რომ მაგრამ ხელისუფლება არ ვიცი არის ალბათ იქ რაღაცა პატრიოტი ძალები იცით ეხა 100000-მდე ხელმოწერა შეგროვდა უკვე თითქმის კი მეტიც შეგროვდა კი ბატონო ხო ეხლა აქ რო ხელისუფლებაში ყავდეს ჩვენ ისეთი ადამიანი რომელიც მართლაც ნორმალურად აზროვნებს მაშინ საქართველოს ეთქვერას ქუჩაში მაგ განწყობებს ვერ დაინახავდით ხო ეხა შემიძლია მაგ გავაგრძელო ვერ დაინახავდით, იმიტომ რომ დღეს საშინელი ბულინგი ხდება იმ ადამიანების, ვინც იტყვის, რომ მე მინდა რუსეთთან ურთიერთობა. და ზოგი ამას იმიტომ აკეთებს, რომ სიცოცხლის გადარჩენა უნდა, გესმით, სიცოცხლის. ეხლა ნანი ბრეგვაძეს თქვენ როგორ ფიქრობთ? ეხლა კი გასაგებია ფული უყვარს და მის ოჯახს, მაგრამ ბერს უნდა გადარჩენა და ამიტომ ხელისუფლებას მინდა უთხრა, რომ თქვენ ჩვენ წინაპრებს ნუ უღალატებთ.
ჩვენი წინაპრები ერეკლე მეფე იმიტომ ეზიზღებათ ამათ რომ რუსეთთან დაიჭირა ურთიერთობა. ამათთვის გმირი ერეკლე მეფე არ არის და ჩვენთვის არის. და ერეკლეს გზით უნდა ვიაროთ ჩვენ და არა იმის გზით, რა ქვია, ყორღალაშვილებისა და მოღალატეების გზით. და აი არ ვიცი ხა მართლა კრიტიკული მომენტია, მეც გეთახმები თქვენ რომ სიტუაცია და ჩვენ თვითონ უნდა ავირჩიოთ, ან მივდივართ რუსეთისკენ, ან მივდივართ თურქეთისკენ. ძალიან მარტივი გზა. ზოგიერთი რო იძახის, ჩვენ უნდა ვიყოთ ისა ნეიტრალური ხავი სახში. ნეიტრალური ვითომ ვინმე გეკითხებოდა ეს იდიოტები ნეიტრალური უნდა ვიყოთ აი ისა რა ქვია ერთი გამოვიდა კიდე ეხა ბოდიში პოლიტიკოსი რა ჩვენო 100,000 მოწამის ქვეყანა ვართო ბიჭო 100,000 მოწამის ქვეყანას თუ ხარ პაკისტანელებს უშვებ მე აქა მანდაც ვიტყვი რა ირანელებს მანდაც ეხლა უყურეთ მოდი დაღან ხელისუფლებიდან დაიწყეთ რაშიც ვადანაში კერვადაშვილს შენიშვნა მიდამიცე და უკვე წლებია ვემუდარები და მახვეწინებენ რა ბიჭო ვეულები ესეთი ლამაზი ფორმა გვაქვს სამხედრო ოფიცრების ბიჭო რას მალავთ ვის უმალავთ კაცო გამოუშვით ქუჩაში ეს ოფიცრები ავტობუსში იქნება მეტროში იქნება ბავშვმა ნახოს კაი სამხედრო ბერეტიანი შავ ბერეტიანი ქართველმა ჩაიაროს ბავშვებმა ნახოს და თავის მშობლებს უთხრას რომ მამა დედა აი ესეთი მინდა გამოვიდე აი ესეთი ისეთი კი არა ლაზარე რომ მიგდია კაცო ვერ გადავახებინე სამხედრო კლიპები ვერ გადავახებინე პოლიციაზე რაღაცა კაი სიუჟეტები კაცო შეცვალეთ თვითონ ფსიქოლოგია შეცვალეთ კაცო თვითონ მედიაში შეცვალეთ ფსიქოლოგია გამოუშვი როგორ გითხრა რა რომ რაღაცა სიუჟეტები როგორ ამზადებს მეუღლე ოფიცერს სამსახურში რომ ფურაშკას გაუწმინდავს ჩამდა ასე შემდეგ მეუღლეს რომ მე ფახში ბრუნდება მოხუცი ქალი გადაყავს იქ ან ქალს ბიჭო რაღაცა შეცვალე კაცო შეცვალე ეს ლიბერალური მედიები სახელმწიფო მაინც კაცო სკოლებში ბავშვებს ეს ეხლა გავლენას მოახდეს არა ჩვენზე ბავშვებზე კაცო ეხლა მაინც დაიწყოს იმთაობის გაზრდა რომ მე გათხოვენ კაცს კაში არ უკრან კაცო ხო ჩვენი ბრალია კაცო ეს კაში რო დაუკრეთ ესაც ხო ნაცების ბრალი არ არის კაცო ჩვენი ბრალია ჩვენი 14 წელი ისე გავდერდეთ რომ გავარდეთ და გათხოვენ კაცს კაში ვაკნევინეთ კაცო ეხლა მაინც შეცვალეთ ყველა ქვეყანაში ბატონო ნიკოლოზ ყველა ქვეყანა მიხვდა რომ თურმე ყველაზე დიდი რესურსი სახელმწიფოს ყოფილა ადამიანი ოჯახი სიძლიერე ჩვენ ავქენით გამოვდივართ პარლამენტში მაშინ შოთაძე იყო პროკურორი და ვიამაყეთ 82% გახსნა გვაქვს ოჯახური ძალადობაზეო წამოდი ექსპერიმენტის სახით მანახეთ ერთი არაქართული პატიმარი რატო მარნეულში არ ირღვევა მაგათ უფლებები? პანკიში არ ირღვევა მაგათ ძალადობები არ ხდება? რატო მაინც ქართველ კაცს ძულს ქალი კაცო? არ არის ეს გემოციდი? 3000-ზე ოჯახია დანგრეული ხალხო. რაზე მელაპარაკებით საერთოდ? ამიტომაც რომ დასუსტებული ქვეყანა ხარ, პანკისელი ჩემოვა და ის არალეგალებით, იმიტომ რომ სისტემა გაქვს, ცხოვრების სტილი გაქვს ეგეთი რომ ისინი აქ ფეხს იყიდებენ, კაცო. პატრონი არ აყავს. და რატო არ ცვლიან ამ დამოკიდებულებას? აი, მაგაში ვადანაშაულოთ მეთქი. ხო და რატო არა მიზეზი რა არის? რატო არ ცვლიან? არ ვიცი. ეგენიც 30 წელი იმ სისტემაში გაიზარდნენ, კაცო. მე კიდე ვეუბნები რომ ეს დრო მოვა კაცო ბიჭო ვეუბნები რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს რეგულარული ჯარის გამოყვანა დაჭირდა ემიგრანტებთან საომრად კაცო როდის რა აფეთქდება ამ ქვეყანაში ორი შეტაკება მოხდა ხო მოხდა უკვე კაცო ერთი აჭარაში მოხდა მეორე თბილისში კაცო ბიჭო ის ხალხი იმიტომ კი არ შემოდის რომ გინათ ვარ ახლა საქართველოს ვავნო კაცო იმან თვითონ არის ის ვისი შეიძლება იარაღი აღმოჩნდეს ხვალე ვის პროვოკაციაზე რომელმა ბრიტანულმა თუ ვინც იქნება კაცო რაზე გამოიყენოს ეს ემიგრანტები ხო ნახეთ რა ხდება ესპანეთში კაცო არ არის ეს პრობლემა ზედააფიქსებული კაცო
რომელ აფხაზეთზე აი ახლა ის ჯორჯია ტაიმსში ჩემი ინტერვიუ პროსტო გადაავლეთ ხალხო თვალი. ამას ხო გეუბნებოდით ბიჭო ესეთ თქმა რომ კარგია კაცო მშვიდობა რომ ის ყველას უნდა მშვიდობა. აბატონი ნებისმიერ უკრაინას კითხე გინახში ომი გინდა თუ მშვიდობა ყველა გეტყვი მშვიდობა მინდაო მაგრამ ომია კაცო. ამის თქმა და ამაზე ეს ჩაციკლა რომ deep state მოდი ხა მაგ deep state-ზეც გითხრათ რა. აი ესე გლობუსი რო დაატრიალოთ და ნებისმიერ ქვეყანაში გააჩეროთ ისე აი თვალდახუჭული. ყველგან ყველა სისტემას ყავს თავისი deep state ესე ეგეწოდებული. რატო საქართველოს არა ყავს? როგორ არა ყავს კაცო? ესეთი რამე რო არ არსებობდეს ქვეყნები დაიშლება, ფიზიკურად დაიშლება. ყველა სისტემას აყავს სიხმისეული სახელმწიფოები. მე მეტი გითხრათ, გიდათ? ამაზე არავინ არ ეხლა მე პირველად გეტყვით. არ არსებობს დედამიწაზე სახელმწიფო, აი სახელმწიფო არ არსებობს, რომელსაც სახელმწიფო უშიშროების სამსახურები არ აკონტროლებდნენ მედიებს. და სახელმწიფო უშიშროების სამსახურები არ ნიშნავდნენ მათ მმართველებს. ეგეთი სახელმწიფო ფიზიკურად არ არსებობს, კაცო. ყველა სისტემაში ეგრეა. მარტო ჩვენთან არის რომ უცხო ქვეყნის სამხედრო იარაღი ეს ლიბერალური ტელევიზიები როდის რას ააფეთქებენ ჩასაფრებულები არიან ოღონდ რაღაცა მოხდეს. არ არის ეს პრობლემა? როგორ არ არის პრობლემა? ვის ველოდებით? რას ველოდებით? მეტი რა განცხადება გინდათ ქვეყნ გარეთ გაიხედეთ რა ხდება კაცო. აი ტანკს რო დაკოკავ იმის რო ამოფქოს ხოლმე დიზელ იმის სუნი უკვე 10 აღწევს თბილისში კაცო. დაფიქრით აი გეუნები εν რაოდენობის იარაღი შეიტანა ჩინეთმა ჰაერს აწინააღმდეგო. ბუკები და ზიმლია ვოздух აი მაპატიეთ რა ქართულად თქვენ ეთერში რო არ დაგაჯარიმონ იმიტომ როგორა ზიმლია ვოздух რაკეტები εν რაოდენობის შეიტანა. კი ბატონო აი რუსეთის პოზიცია გამოჩნდა. ყველანაირად გვერდში დაგიდგებით, ვისი თავის ტკივილიც არის ზანგეზურის კორიდორი? იარაღი გინდათ? აქა ვარ. პოლიტიკური მხარდაჭერა გინდათ? აქა ვარ. ინტელექტუალური გინდათ? აქა ვარ. გაეროს უშიშროების საბჭოში ხარს დაგიჭერთ. მაგრამ იქ ჩემი შვილი წავიდეს, სომეხის გულისთვის თუ თავი მოიკლას, არავინ აღარ მოიკლავს მაგის. არც შენი გულისთვის, ნიკა. იმიტომ რომ შენ თვითონ ხარ განწყობილი ესე შიგნით. გასაგებია. თუ ხალხმა, ნიკა, დამიჯერე ერთი რამე, თუ ხალხმა თვითონ საზოგადოებამ არ იგრძნო ეს საშიშროება, ხალხი დაუკვეთავს, ხელისუფლება 100%-იანს გეუბნები რომ შეასრულებს. გასაგებია, მაგრამ უყურეთ რა ხდება ხალხის განწყობებს, აყალიბებს უყურე მედია, პარტიები უნივერსიტეტების სასწავლებლები. ეხლა უყურეთ ჩვენ ქვეყანაში რა ხდება. ყველა უნივერსიტეტი დასავლეთის ხელშია, ყველა სკოლები დასავლეთის ხელშია, ყველა ტელევიზიები დასავლეთის ხელშია. ყველა თითქმის რაც კი ხელჩასა, ეხლა ჩვენ რაღაცა გვაქვს ჩვენი რეიტინგი, მაგრამ ჩვენ ზღუდავენ, სიკვდილზე აგვთავენ. აგერ სოლიდარობა გამორთეს. ხო და ამ განწყობებს ვინ ჩამოაყალიბებს? ეხლა ყველაფერი ამათ ხელში არის. და ხელისუფლება რო ხარ, უნდა ადგე და შენ მისცე საშუალება ალტერნატიულ რაღაცა აზრს. და ეს რო ხალხის განწყობები არ არის, ესეც იმათი ბრალია, ვინც რეალურად წვითავს ყველაფერს, ხო? აბა ვისი ბრალია? ეხლა ის ახალგაზრდა ბავშვი, კაცო, სტუდენტი, რომივა უნივერსიტეტში ეუნებია რუსეთი მტერია. დიახ. სკოლაში ეუნებია რუსეთი მტერია. ტელევიზორში შეუნებია რუსეთი მტერია, თეატრში მივა, გამოვა ის გაიხდის, ჯუჯუებს გადმოყრის და რაშა სტოპ. ყველგან ეს ესმის. ერთადერთი ტელევიზია საქართველოში ჩვენ ვართ, რომელიც დღე და ღამე ამაზე ვლაპარაკობ და იმიტომ გვაქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი, მაგრამ რა თქმა უნდა გახჩობენ ის რომ არის ხო იცი თეთრ ფერებით იმეთ გვახჩობენ და გვანადგურებენ. ბატონო ნიკოლოზ. და ამიტომაც არის განწყობები ასეთი, რასაც დათესავ იმას მოიმკი, ეს დათესეს ამათმა სიძულვილი რუსეთის მიმართ. აგერ წინა კვირას კონფერენციაზე იყო რუსეთში და დღეს რაც მოусმენ კი ნახე. წინა კვირას იყო კადიროვის შვილის ქორწილი. იცი რა იცი ვინები იყვნენ ჩასულები იყვნენ? ბაჰრეინის, საუდის არაბეთის, იმის პრინცები იყვნენ ჩასული. აქ რატო ეს ანუ იმის თქმა მინდა კაცო რომ ყველაზე კარგად დღეს ვისაც ალაგებს რუსეთი არის ისლამური სახელმწიფოებთან.
კიდევ ერთხელ პირველი მხარდამჭერი პალესტინის არის რუსეთის ფედერაცია, კაცო. ირანის პირველი მხარდამჭერი, ერახეს პირველი მხარდამჭერი არის რუსეთის ფედერაცია. გასაგები. ამიტომ კიდევ ერთხელ ვეუბნები მე ქართულ ხალხს, ის ილუზია დავთვალო, იმის ილუზია, რომ კავკასია რუსეთი გავა, კავკასიიდან რუსეთი არასდროს არ გავა. მაგრამ შენ არ ხარ ის კავკასია, კაცო, შენ ხარ ზაკავკაზია. და რა ხარ რუსოფობიული სახელმწიფო, კაცო. ეკონომიკურად კი ბატონო, კულტურულად კი ბატონო, მაგრამ იქნები რომელიღაცა სახელმწიფოს ფორმის ქვეშ. გასაგები. აი ესია ჩემი შეფასება. არა მარტო ჩემი. დიდი მადლობა ბატონო პაატა, დიდი მადლობა, საინტერესო იყო თქვენთან საუბარი და ნუ შემდგომშიაც რა ვიცი, გავაგზავნოთ ეს დისკუსია, რომელიც გქონდა ეთერში. კარგად მზადდებოდეთ. კარგად მზადდებოდეთ, ბატონი პაატა აბულაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე ამით დაგემშვიდობებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, შევხვდებით ხვალ ტრადიციულად საღამოს 23 საათზე, კარგად მზადდებოდეთ.